დიდება და მადლობა ღმერთს. მადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის. სახარების შეეული სიტყვები ალბათ მიდგება დრო და დრო ჩვენ ადამიანებს, რომ შევიცნოთ ღრმად. თქვენ კი არ გამომირჩიეთ, მე გამომირჩიეთ თქვენ. თუ რა საზროთ უფალი მამოწეს უთანხილავმა და ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედება. მაგრამ ის რომ რო არა უფალი და მისი სიყვარული თითოეული ჩვენთან განიცემა, ალბათ ყველანაირი კაცობრიობის ზრუნვა და მცდელობა უძლური იქნებოდა. ჭეშმარიტი გზის პოვნისა და მასზე სავალი. სწორად სვლისა. მადლობთ ღმერთს ყველაფერი ამისათვის. დღეს ხსენება არის გარეჯის უდაბნოში მოღვაწე ნეტარი ქრისტესიასი, რომელსაც საოცარი მორჩილობა ჰქონდა. ყველას გინახიათ, აღსვენიათ მაინც გარეჯის უდაბნო და იმ დროს როგორი ფიცხი იქნებოდა თავისი ბუნებრივი კლიმატით და გარემოთი და იმ ვიწროებით, რომელიც იმ პერიოდს ახლდა თან. მიუხედავად ამისა, ასაკიანი მონაზონი დადიოდა და სადღაც 7 კილომეტრის მოშორებით ერთ კეთილ გადმოსასვლელთან, ირანე ნახლისმცემლის გადმოსასვლელთან, გზაგასაყართან ერთი პატარა ქოხი ჰქონდა, პატარა ბოსტანსაცული და ჭურს ზურგით მოზიდული სასმელი წყლით ავსებდა. და რომ გზაზე მავალ დამაშრალ მგზავს სათმო ყოფოდა, თავისი ქოხის კედელზე ისე რომ გზის სხივი მოხვედროდა მას და ბრწყინვალება გამოეცა, დაკიდებული ჰქონდა პატარა ტოლჩა, დაკუკი, რომ იქ მისულს წყურვილი დაეამებინა და მადლობა შეეწირა ღვთისთვის. და ნეტარი მამა არაფერს არ ითხოვდა. თუ კი ვინმე რამეს მისცემდა, ყველაფერს გასცემდა, ურიგებდა. თუ კი სადმე შფოთს გაიგებდა, მივიდოდა და შერიგებას, მშვიდობას ცდილობდა. ისე ვართ ჩვენ, ზარი ირეკებოდა, ეს ზარი შეიძლება აი ბრწყინვალე დაკუკს გავდეს, რომელიც მწყურვალ ადამიანს მოუხმობს, რომ მოვიდეს და წყალი ცხოველი მიიღოს, რომ აღარასოდეს აღარ მოსწორდეს. ხოლო უდაბნოში ვცხოვრობთ ისედაც ვერა, რომ გზატკეცილებია და ავტომობილებით სავსეა ეს გზატკეცილები, მაგრამ უდაბნოა რათა, რამე თუ ადამიანთა გული, გონება მიიდრიგა არა ღვთის და უფლის სიყვარულისა და დიდებისაკენ, არამედ მის საპირისპიროდ. ამოდ მგრძნობისაკენ, ამოდ ფიქრისაკენ, ფუჭი ლაპარაკისა, ცილის სამებისა, ყველაფერი, რასაც რომ დღეს ხედავთ. და ეს უდაბნო, ვინც რომ ეს წყალი ცხოველი მიიღოს, მისთვის ეს წყურვილი ნაკურლება ყოველთვის იქნება სავსე და მეორეჯერ აღარ მოსურდება. ხოლო უდაბნო სხვა თვალით რომ შევხედოთ, არის ადგილი, სადაც საფრთხო სული არის დავანებული. უდაბნოში ლოცულობდა მაცხოვარი, რომელსაც რომ გადაგების მერე და სასწაულების მოხდენის ასრულების მერე გადიოდა და იწყებდა ლოცვას. უდაბნო გაიარა ისრაელის ერმა და ბოლოს ახალ ქვეყანაში მივიდა. ისე ვართ ჩვენ, ეს უდაბნო ხილული, რაც გარს გვარტყია. უნდა გავიაროთ ღვთისადმი მადლიერებით და ღვთისადმი მორჩილებით. ვინც ეს შეძლოს, ნეტარება ყოველ სამწუთის სოფელში და სასოფლო დაიმკვიდროს მომავალში. ვმადლობ ღმერთს ყველა იმ წყალობისათვის, რომელიც მოგმარლა და არა მოგმარლა ჩვენ. და ღმერთს ავთხოვთ, რომ თითოეულ ჩვენთანაც მოგცეს შემართული ლოცა, თავდაბალი ღვთისინაშე მუშაკობა და მუხჩაუხრელი მორჩილება ლოცვასა და მოყვასის მსახურებაში. ღმერთმა გაგახაროთ დღევანდელ დღეს ჩვენ ერთად ვიმსახურეთ, ვწირეთ. ძალიან სასიხარულო არის, როდესაც ღვთის მსახურების წირვის დროს ერი დგას ტაძარში, არა იმიტომ რომ ბევრი ვართ და ვითვლით, არა. რამდენიც არ უნდა ვიყოთ. ერთი ყველაზე სწორი ნათქვამი არის უფლისა მიერ, 2 და 2-ზე მეტი.
უფლის სახელით ვინც იკრიბება, იქ არის ღმერთი და იმაზე უფრო სასიხარულო რა უნდა იყოს, რა გინდა ამ მცირე იყოს ტაძარში მოსვლელი მრევლი, თუ კი ჩვენ შორის ღმერთია და მაშინ რაღაცა უნდა გვეშინოდეს. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენი ღვთისადმი მსახურება შეიჭიროს უმდოვლსა, შეიჭიროს და ნაცვლად მოგცეს ერთად բոլსა სოფელში. სიხარული უფალთან ერთად. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. გილოცავთ დღესასწაულს.